შენც ნორმალურად მიესალე. უი დაიცადე ქოჩორი უნდა გამესწორებინა. შენც გაისწორე შვილო ჩემო. გასწორებული. ძილის წინა ვიდეო. გამარჯვებათ. ნინო ჩანხარ ეკრანზე შენ შეგიძლია მიესალე. დაუქნიო ხელი. გამარჯობა. ჩვენ ვხედავთ ახლა მატრასზე ერთი თავში ერთი ბოლოში. და სანამ დავწვევით ცოტა ხანი ვიხანგრძლივებთ. ერთი თმის ისა ფანქარი მინდა. ხვალეთ მომდე შევიჭრა. თითასუტირებ. აღარ მინდა ეს. ეს მოკლედ რამე ხანი რამე ისეთი სახალისო ვიდეო არ ჩაგვიწერია და არ გავთობილ ვართ. ზოგადად თან ის არის კიდე რომ ეს ხმებს ხახნო ანუ არაფერი მარცხი არ მოგდის უბრალოდ მატრასი გამოსცემ. ანუ ეს დღეები კერა და ზოგადად ეს თვეები ისე გამოდის რომ პასიურობთ. რო გადავავლე ძველ ვიდეოებს თვალ 3 და 4 წლის წინანდელს, ანუ ყველაფერზე შემეძლო მაშინ ვიდეო გადამეღო. უფრო რაღაცა თითქოს მონდომებული ვჩანდი და რაღაცა. ეხლა თითქოს თან ცოტა დავიხალე. ოღონ არა ტელეფონისგან და YouTube-ისგან, არა აი სხვა ყველაფრისგან რა. ხო და ეს თითქოს შემეტყო და გადავწყვიტე რომ მივხვდავთ იმისა რომ თუ შეიძლება რაღაცა გეზარება რაღაცა ხასიათზე არ ხარ, რომ ადრეც ხო ვიყავი ესე, მაგრამ მე ვიდეოსო ჩავწერდი ხოლმე, თუნდაც ლაივს და იმასწორი ხოლმე, მე ძალიან კარგად მოქმედებდა ეს ჩემზე. ხო და ეხა გადავწყვიტე, ესე ვიყავით საწოლებზე წამოწოლილები, მე და ნინო და TikTok-ში ვბოდიალობდით და ვერთობოდით რავი ნინო თამაშობდა და მეც დავბოდიალობდი სოციალურ ქსელში და გადავწყვიტე რომ ნებისმიერ დროს გადავიღო ვიდეო. მოუხშირო ცოტა ისე ვიდეოების გადაღებას და რავი ნინოს ეხალისება ხოლმე ჩემ ვლოგებში ყოფნა და მეტად გამოჩნდეს ხოლმე მეტად ისა ცოტა სახალისო და სახუმარო ისინი გქონდეს ხოლმე და ეხლა გადავწყვიტეთ ჩავწერეთ ესეთი ვიდეო არ ვიცი თვითონ ნინო თუ გაიხსენებს რაღაცებს მე კი მაქვს ახსენებელი მაგალითად აი რაც კი მოგვიტყუებია რა ამ ხნის მანძილზე ადრე იყო ხოლმე ეგრეთ წოდებული ჩელენჯი გამოწვევა რა ქვია ჩვენ ვუსმენთ და არ განვსჯით ანუ შემიძლია ნინო ეხლა მაგალითად ნინო მითხრა ესეთი რაღაცა თქვა ან მომატყუა ან რაღაცა გააკეთა ოღონ უბრალოდ უნდა მოусმინო არ უნდა განვსაჯო ნუ ვიდეოს რო გამორთავ მე ვნახოთ მე მარტო ერთი გამახსენდა მეტი მაგ ხო ანუ რა გვაქვს რა ერთმანეთის წინაშე ისეთი ის და რადგან ამ ტელეფონსაც ესეთი ფუნქცია აქვს მოდი და ნინოს დავაწყებინებ უბრალოდ გასართობის მე დავიწყო ნაყინს რო ყიდულობ ხოლმე 4-5-6 წელს და მეორე დღეს რო გინდა ხოლმე და ისე რა ქვია ამაც აბა დავამთავრე მეორე დღეს ანუ ყავას რო სვავ ხოლმე და ნინო ჩამოდის ხოლმე დავინახავ კიბებზე მოდის ხოლმე ჯერ თქვენ ნაყინსაც ხო ჭაფ იმ წუთას აღებული მაქვს ხოლმე ნაყინ და სკამის ქვეშ დავმალავ ხოლმე რომ ნინო რო შემოდის მე კითხევა რომ ეს ნაყინი სად არის ვი არ ვიცი შვილო და ამ დროს მე ნაყინის სკამის ქვეშ მოხდა ანუ სკამის ქვეშაც უნდა შევამოწმო ბავშვი გატრიალდება და წადის დედა მიდის წადის და დედა მშვიდად აგრძელებს ჭამას მე გავდივარ კიდევ ყიდულობ შეიძლება გაგახსენდა ერთხელ ალბათ 3-4 გაურკვევით და 3-4 წლის რო ვიყავი ეს ანუ 6 წლის წინ ამბობ მაკრატელი რა ჩაოლებში ფურცლის მოვიჭარია ერთი ქოჩორი არ ვიცი რატო მე ხო ვიცოდი ისაქენი ესე რო ქონდა მოჭრილი ხო შევამჩნი რა ქენი რა გაჭერი ანუ თვითონ ქოჩორი მოვიჭარე ოღონ ცოტა რა მე ძალიან ცოტა შევამჩნევდი ახლა და ეგ მაკრატელი მე ჩაოლებში დავდე არის მის
ეგ მაკრატელი დავდე და ვითომც არაფერი არ მიქნია მერე. ხო და კიდევ ქენი რამეო და. ხო და ანუ მაგის გარდა რა შერად შემომჩნია. ანუ კიდე მოიჭერი? ეგ არ განგსჯი. კიდე რა შეიძლება ხოლმე? აი მაგალითად ხო ერთხელ 3 ბაუნტი მოიტანეს და დაიცა ჯერ თლად ნუ გავოცდები 3 სნიკერსი და 3 ბაუნტი და თქვენ იცით რომ ბაუნტი მიყვარს ხო და იმ ღამეს მაგრად შევჭამე ბაუნტი მაგრად კი არა და 3-ვე მეორე დღეს ნინო ჩამოვიდა და იკითხა დედა ბაუნტი სად არისო და რომელი ბაუნტი იყო ძალიან გაოცდი მე გამოვაღე მაცივარი ვეძებე ბაუნტი ვერ ვიპოვე დედასაც წავიდა და მივეცი სნიკერს. ბაუნტი ხო იცი რომ მე ძალიან ვიყარ. დედას უფრო უყვარს. მე უფრო. ეხა შენ ჯერია. აღარ გახსენე, ანუ არ მოგიტყუები არაფერი? მე ბევრი მაქვს. კაინა. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ ეძებდა ნინო თავის ნახატების ტაპკას, რომელიც მეც ვეძებე. ნეტასად იყო. უბრალოდ მახსოვს სადაც იყო, მაგრამ ძალიან გულდასმით ვეძებე. არა იქნა მეთქი, არა და გარეთ საავადმყოფოებთან ბუნკერია, რომ და შუა ბუნკერში ეგდო. ეგ მაინც გადასაგდები. აჰა, მაშინ არ გამსჯის. არ ახსოვს. ხო, შენ ახლა რო არ მაჭმევდი ხოლმე, ხო იცი, აი ცხარებს პატარა რო ვიყავი დაახლოებით 8-7 წლისა ეგე შუმად მართლა ვიყრიდი ხოლმე დაჭამდი. რას? ციცაკას? ციცაკას არა, იმ პილპილს ვიყრიდი ხოლმე ბერს. და მე ცუდად არ ხდებოდი, გული რო გერეოდა ხოლმე შენ არ იყავი? ეგ მაგის გამო არ იყო. დიაგნოზი დასვაება. იცი რამდენს ვიყრიდი მაგის გამო არ იყო. ვიდეოს მე დარეკეთ. მოიგითხეთ ბავშვი. კიდე რა ვიცი, ისეთი არაფერი ძირითადად. აკი ბევრი მაქვს. ჰა? აკი ბევრი მაქვს. ანუ ძირითადად ეს ჭამას ვაძ, ხო ისა, რამდენიმე ხნის წინ გახსოვთ კიდეც რომ გავაკეთე, რა ქვია, ერთი წამით, კატლეტი. მოვიფიქრე ხა, ნუ კორონამ აი ეს და მიდამბლავა. ვიცი რაც უნდა თქვა და სიტყვებს ვერ გამოვთქვა. ეცეგება. გავაკეთე კატლეტი. იმ დღეს ბლომად გავაკეთე, ბევრი გავაკეთე. იმ დღესით ჭამეს, კარგად. პატარა კატლეტი იყო და ერთ უკმაში ჭამე. ხო და მეორე დღეს ამ ეს კატლეტები რო ნახე იყო 6 ცალი. და ვიფიქრე რომ ძალიან უყვართ რა და ვიფიქრე რომ 2 ცალს ვაჭმევთქო. ხო და გადამოვიღე. მე ვიფიქრე რომ კაი ახლა ნინო პატარა 1 ეყოფა. ბარბარე 2 და ივანესა 2. ეს დავულაგე სამთებში. მე ვიფიქრე რომ ბარბარე ბევრს არ ჭამს. ეყოფა ბარბარეს და ნინოს თითო და ივანეს 2. ანუ ეს 2 მე შევჭამე. მე გადავწყვეტე რომ ცუდად ვარ გამოსულიყო რომ იმას მეტს ვაძლევდი. მესამე შევჭამე. ბაშეს თითო აი მაში თითქებში 3 წელი თითო გავუყავით ხილის გულივით ერთნაირად და ერთი დოზით არ გამსაჯოთ მიყვარს და სულად ჩემი გაკეთებული იყო რა შენ აღარ გაქვს მეტი რაც მოგიტყუებია ამ ქვეყნიერებაზე აი ეს რო აქ თხოვნა თმები ეს რასაც ვიტყუებოდი სუიგებდი. ვადამბლავებდი ეგრევე ადგილზე ვიჭერდი ხოლმეს. აი სახეზე რო შევხედავდი ხოლმე იმ წამს გეტყოდით. რა სიტყუება, როგორი ტუბა, რა დააშავა. ყველას რო გავაკითხო. ეგრევე დამბლავდებოდა სიტყვა პასუხში.
მაგის გამოცდილება მაქვს. კიდე, რავი, მე არ მახსოვს, შენ გახსოვს რამე? აი მაგალითად იონესთვის და ბარბარესთვის თუ მოგიტყუებია რამე? იონესთვის არაფერი. ნუ ძირითადად ბარბარესთან აქვს ხოლმე ქიშპობა. ბარბარესთვის მე მგონი. რა მოატყუე მაგალითად ერთხელ სკოლიდან ხო მოიცადე კეთყვით ახლა ვერაც დააშავა ახლა ჩემთან მიმართებაში არ იყო მაგრამ მოვიდა სკოლიდან შარშან იყო სხვათა შორის დიდი ომი რო გქონდათ მე ვერ ვაშველებდი ვინ მტყუანი იყო ვინ მართალი ვერ გავარკვე და არც დიდათ არ მიცდი იმიტომ რომ გაფრთხილებული მყავდნენ რომ ნუ ეგ მეორე გაფრთხილებულები მყავდნენ რომ აღარ ვიკითხა იმიტომ რომ ამათი ჩხუბი აიქ იყო ამოსული ხო და დაბლა ვარ საჭმელს ვუსხავ თუ ვაკეთებ თუ რაღაცა მოვიდნენ სკოლიდან და მოსulis წამიდან დიდი დამიჭი გამიშვის ამ ოთახიდან თუ მაშინ არ იყო ეს ოთახი ხო და მოკლედ ეს ქალბატონი დიდად გამოვიდა ისეთი წმინდანის სახით არაფერი დამიშავებია რაღაცა ნუ მოკლედ მოვიდა ესე მივიდა ბარბარეს ახალ წიგნთან გადაშალა ერთი ფუცელი გადახია დააფარა დადო და იყო და მაგიტო დავიწვია ეს ხო ეგ იყო მე ბარბარემ ეს დაინახა ხო ვინ გახევდა ივანი ამ ოთახში სუწიხლ დრო შემოუჩი წელიწადში ერთხელ ან შემოვანა რა მე უყიდე და მე წიგნს არ გავუხევდი ხა და ლაშა წიგნს არ გახევდა რავი რატო მე დიდი წიოკი ამოველი ეს ბარბარე სუწიგნს ურტყავს ნინო ფეჩსეცა თუ რაღაცა და ესა აქ დამწვარი ეს თალკე კივის მოკლედ დიდი დამიჭი გამიშვი არის მე ბარბარი შეეშინა ეს რო დაუწვა და ანუ რომ მიაგდო თუ რა გიყო ან ნახე შენ იყავი მაგ დროს სამსახურში აი გეგი აღარ მიტა რომ და ანუ პულტი დავარდა რა ამ ჩხუბის დროს და რომ არა მაშინ მე სხვა რამე საუყვები ეგ ხო ეგ სამსახურიდან რომ მოვედი მაშინ მე წიგნისას ხო და ის იყო აუ ამაზეც მოხდა რომ მოვიდა გვიანებულზე მოხდა მაშინ ეგ სხვადასხვა იყო ნელ არ გადავარდე იმიტომ რომ მაშინ მე თვითონ ამოველი და არ გამირჩევია ტყუანიდან მართალი ორივე და დაწნარდნენ ორივე ოღონდ ძირითადად ხოლმე ბარბარესთან მიმართებაში ნუ ბარბარემაც იცის ხოლმე უხეშობა უხეშად ნინო მოდი როცა შეუძლია თქვას ნინო მოდი აბა ნინო მოდი ხო შეიძლება თქვას ნინო აი ეს წაიღე ნინო ეს წაიღე ტონი მე ეს აიფოფრება ისა და მე დამიჭი გამში ბარბარე მიწოდა ხოლმე ფჭილების ჩაჭერა და რო გამომიდოდა ეს იმას კერაბობდა თვითონ დააშავა ჯერ აი ბარბარე და ეს ხო და ხოლმე ჩალურჯებულები რაღაცა აი ის რო არის ხო იცი დააკლაო ზედაო ერთმანეთზე ვაკლავდი ხო ხო და ეს ხელის დაწვისა რომ მოვედი მე გავიგე სამსახურიდან მაგ ხელის დაწვის დროს დავარდა იქ პულტი აი ახლა სადაც ისად ხო ძირითადად ცემის ანუ იარაღი პულტია ხოლმე არა უბრალოდ ჩამოვარდა რა მაგიდიდან ხო და აქ ხო არის მაგალითად აი მე გაქხვარი არ ჩანს აქ შევარდა ანუ ტახტიც და კედლის შუაში შევარდა და რომ უნდა ამეღო ბარბარემ კრა ფეხი და ეს ხელი რაღაცნაირად მოვიქნია ანუ წიფსაც ავხმარო აი ეს ადგილი მივადე ფეჭს და 1-3 წამია ესე მქონდა გაშაშებული იმ ფეჭს ხელი და რატო გძნობელობა არ აქვს რომ გამოგეწია ასეთი ბურთი ჰქონდა ამობერელი მე გარეთ გავედი აივანზე წყალს ხავდი მე მამამ შემომჩნია მე კიდე ერთი წიოკი მე ერთი ომი იმან და რომ მოველი მე ანუ თიანობაში 3 ომი დედა გამარჯვებული დედა და მამა ეგრე ბარბარე სადა რა ვიყოხნაში იყო ნაყინს საჭამდა თავის გაყინულს შეწამდა რაღაცა წვენი რო კოკა-კოლა რო გაყინა თუ რაღაცა ხო კოკა-კოლა არის არსიკოლა ნაყინების იმაში ჩაასხა გაყინა ტრაიკო გაყინა ხო წინაზე გავჭამე
რა არის ეგ კამპოტია კი არა და ის არის გაყინული. არ არის გემრიელი. მე მომწონს იცი რითი? ეგ არ ჭამო ხა შენ კვილს აკატე. იცი ხო? კანაკვილია. კამპოტს ყინავ. ოღონდ იცი რომელი კამპოტსა ის ჯვარი. რაღაცა ბუსუსები რო აქვს და ესეთი როა. ანუ მრგვალი რო აქვს, ბუსუსები რო აქვს. ბუსუსებიანს რა ვიცი. შემოდგომაზე როა. რა ქვია? ბუსუსებიანს რას ვაკეთებ კამპოტს? ეს რო არის რა? ატამი? არა. ზღარბი? ბუსუსებიანი რა არის? ანუ რაღაცა მრგვალი რო არის. მე ვაკეთებ ხოლმე მაგის კამპოტს? ხო. წელს არ გაგიკეთებია ოღონდ ახლა. ჯერ არ გვაქვს. გვიდგა? ხო. აქ გვიდგა დე. ტუალეტის გვერდზე. ტუალეტის. არა, მაგის კამპოტ. შავი მოცვი არ არის. მოცვი კი არა ისა, ხო, კომში. მოცვი. კომშის კამპოტს ყინავ და ანუ თან ისეთი გამოდის, რომ იკბინჩება ძალიან აცერი ყინავა და გემრიელია. რბილიც. კომს დიდი ხანი თუ ადუღებ და ბევრ წყალს უზავ და ადუღებ, გამოდის ჟელე მარმალადივით წვენი კომშის. კაიკი. მე სულ ეგ ვადუღებ ხოლმე, უბრალოდ მე მეწვება. გვაგიღე კომშის მურაბა პლასმასისა, უბრალოდ უნდა დაი ეს არის ეგ უნდა გადაყლაპო. პლასმასისა, უბრალოდ. შენ არ გშია ხა საჭმელი რომ უნდა ჭამე. გეჩი ხავჭამი და გვერდზე დავდე ახლა ისა ცოტა აჯაბ კატავაში აჯაბ სანდალი და გრეჩი ხაჭამი. გვაკიდე ხოლისთვის. გრეჩი ხაკი არის. ერთი პაჭკა მოვხარში. და ახლა გავაკეთებ. ხვალ მე მგონი ერთი პაჭკა ლობიო მაქვს დარჩენილი. მაგას გავაკეთებ. დილით ვაკეთებ ხოლმე საჭმელს და საღამოსკეც ხოლმე და ხვალე. კაი, ისე უნდა ქნორ ზეგისებიც გავაკეთებ. ოღონდ შენზე არა, ეგ ბარბარესი. აბა მიდი და დიდი ხანი აღარ ისაქნათ დავაშტობებ. ბარბარეს ქონდა აქ რაღაცა ნახატინა. ოღონდ მაშინ მომეკიდე, კაი არ მომხდარა. ავიღე მაგის რაღაც. ამამის მინე ჯერ მოყევი, იმიტომ რომ მაგას გეუბნები. არის ის როცა თან იმაში ვიცი. ფანქარი არა ჩვეულებრივ უბრალოდ და გავშვი ესეთი ხაზი. რატო? ვერ ჩემჩინე თან ანუ ისეთ გაფერადებულზე გავუსვი. მე? მაგრამ ისეთი იყო რომ ცოტა შეჩამჩნევი იყო, მაგრამ მაინც არის მის. ანუ რაც ახლა მოყევი, აზრიც არ აქვს და მაგის მოყოლო. ანუ ხო აგის ნახატი იყო. მაღლა როა? ჩოხიანის ვარ. რატო გაქეგ მიდრეკილება რომ რაღაცას რო აკეთებს უნდა გაუფუჭო ან რაღაცა ნივთი რო აქვს უნდა გაუფუჭო ან რა ვიცი. აი რატო ან თუნდაც აი ეს წიგნი რო გაუფუჭე, რატო გაუფუჭე? წიგნი მეტრი იყო. მე რა? ანუ რატო გააკეთე? მიზეზი იყო ეს. შენ რო პლასტელინი თუ ფლომასტერი თუ ის არ მათხოვეო. ეგ უთხარი მაშინ. შენ რო ის არ მათხოვეო. ხო. ისე ყველაფერი ესე რატო არის რომ ბარბარე მგზავნის მაღაზიაში მოდი ეს იყედი 500-ჯერ გამოგზავნა რომ რაღაცა მეყიდა მე მაგნიტსავ თხოვ და არ მაძლევს. მაგალითად აი ერთხელ მაგალითად კევზე გამგზავნა და კევის თხოვე რომ დაღეჭილი კევის თხოვე რომ დაიქშენ საკეხეჭა 28 კევი 28 კევი იყიდე 28 28 მაყიდინა ბარბარე მანუ რაც მოგივა სულ რაღაცა ხურდები მომცახვა და აი მე დაიღალე შენ და ლელა და დათვლით იმას არა მე დავითვალე კაცო და მე მოხვედი ერთი კევი დავღეჭი და მეორე დღეშიც რო თხოვე ხმაც არ გამწოვა და მაიგნორა რა თუ იქნებ სკოლაში წაიხოდე და არიგა და არიგა და უჯრაშია და თუ სადღაცას რა არა ერთხელ ბართლა გამოვაღე ბარბარეს უჯრა და ლოვეკევი ჰქონდა პაჭკით ნაყიდი ორი ცალი რო ხო ესე არა დიდი 4 კუთხედი პაჭკა ესეთი 4 კუთხედი პაჭკაში ლოვეკევი ჰქონდა სავსე ორი რო იყო და ხო და იქნება უნდოდა კაცო იმ ყოველ არა 10-იანი კევები ყოველ დღე 10 თაო ჰქონდა ბავშვს გათვლილი და შენ კიდევ ეგო ერთ დღეში
ერთ დღეში ცალი ვითხოვე? ხო მოგცა ერთი. ხო და მაგ დღეს ხო თხოვნის garaშეც და მეორე დღეს რო ვითხარი. ხო თავში აგივარდებოდა, მე კიდე ვიხვიდოდი და არ კარგად ხო. თვითონ თავს ხოლმე 5-6 კერძო. შენ საიცი რომ არ აუთხემ და გენახადე. ვიყედი აი სამცალს რო ვყიდულობ ხოლმე, ხო იცი დიროლისკებს. აი ესე. ლარდა ხო ჩემთვის ბარბარისთვის და ივანესთვის. ბარბარეს გავთავდა ხო და მე მქონ არა მე ვდებდი ხოლმე იცი რა შეი კინდერის ყვითელის გადავყარე თან ისე გავხსენი რომ თითქოს შიგნით დევსო ბარბარეს უმეტა რა მაგდროს აღარ ქონდა დავკეთე ესენი და მივეცი წაიღაყადე მე ვერ მოგხვდა თავში მე იგი გავაკეთე ერთხელ პაპა ჩემი რომ აი ხარი დედაჩემთან დავყვებ დედაჩემთან ბევრი ეგ მოსაყოლი მაქვს ანუ უსმენა და არ გამოსჭი ხო და იმ პერიოდში ეხლა 90-იანებში და მაგ 2000 იყო რა უკვე პაპა ჩემი 2000 წელს დაიღუპა და 2000 წელს ვიყავი 13 წლის ანუ არ ვიყავი რა 10 პატარა ბანინოზე დიდი ვიყავი 2 წლით 3 წლით და მაშინ ეს მართლა არ მქონდა ეს ფუფუნება რომ ყოველ დღე ან კანფეტი გქონოდა რაღაცა ეხლა რო აი გავლენ და დეაბალ წავალ მაღაზიაში არ იყო ეგ ბაბო მანდლებდა ხოლმე ფულს მახსოვს მე და ჩემი მეზობელი ერთად მივდიოდით ხოლმე ვყიდულობდით საერთოდ ხოლმე ხან მე ვყიდულობდი ხან ის და ესე გაგქონდა თავი რომ ყოველ დღე ან კევი გქონოდა ან ჩხირი და რაღაც ხო და მაშინ ნახველები მოდიოდნენ ხოლმე ბაბოსთან აი მაგალითად ნინო პირსაშვილი მაგალითად მეზობელი მოვიდოდა რა და ძირთადად მქონდა ხოლმე მაშინ ბამბანერი ანუ ქალს მეუღლე გარდაეცვალა მეზობელი დაიღუპა მოდიოდნენ ცოლის სანახავად ხო და ანუ იმ ბამბანერკას ინახავდნენ მე ყავას რაღაცა სხვა ბამბანერკას იმას დებდნენ იმას სხვა სიღებდნენ რა ხო უნდა გაეხსნათ და ხან იყო ხოლმე 2-3-ს მოიტანდნენ და ან ბამბანერკები 1-15 ცალამდე გქონდა ხოლმე და მაშინ ბამბანერკა საკმაოდ ფუფუნების საგანი იყო რა ეხა 2000 წელს ვინც ხართ ბავშვები ძალიან მინდოდა აუ იგი სამეც რომ მიყავი ბარბარესაც და ძალიან მაგრად მინდოდა და ნუ გადმოვალაგე ძირთადად მარტო ვიყავი ხოლმე სახში გადმოვალაგე ეს ბამბანერკები დავალაგე და ჩემთავს უთხარი რომელი მოგწონს ამოვარჩი ერთი რაღაცა სხვა შორის ეხაც მიყვარს ისინი ტრუფელის ისინი ეს ზემოთ რო კაკაო აყრია რაღაც რატომღაც მიყვარს ეგ და თუ ძალიან სუყი არ არის გავხსენი მაშინ სხვა აი როგორც სიგარეტი გამჭვირვალე პარკში ხომ ასე იდო ბაბა ეხაც მასი ეგ ბამბანერკები და გავხსენი ესე გამოვაცურე ავხადე და სულ იდო 12 ცალი და დაახლოებით 9 ცალი ავიღე და 3 ცალი ერთი თავში ერთი შუაში ერთი ბოლოში დავტოვე და ისევ შევაცურე და ანუ ვიზუალურად საერთოდ არ ეტყობოდა რომ ის იყო გახსნილი და აფდექი და ეს ბამბანერკა იცი როგორ ყოველ ბამბანერკას რომ მოიტანდნენ ხოლმე ვიღაცეები რა დაბლადებდნენ და მაღალიდან სხვა სიღებდნენ ხოლმე რომ იგივე არ გაიხსნათ რა რომ მიიტანდნენ რომ ანუ ვინც მოიტანდა იმას არ უხსნიდნენ ნუ ხო იყო ხა მონაცვლეობით ხო მოდიოდა და მოვიდა ამისი ჯერიც და ვიღაცა მოვიდა მე სულ დამავიწყდა ალბათ 1-2 კვირის მერე მოხდა ეს ამბავი ვიღაცა მოვიდა სანახავად და ამ მომენტში მიხმარებდნენ ხოლმე იმით რომ მივეხმარებოდი ხოლმე რომ ან წყალი ან ყავა რაღაცა აი ნინო რომ მიხმარება ხოლმე ეგეთ სიტუაციაში და შევედი ოთახში და დავსხედავ დედამ გასწია ესე თახჩას ვეძახდით იმ ადგილს თაროები და ფარდით მქონდა ხოლმე გაკეთებული და ტანსაცმელი ელაგა ხოლმე და სურათ ხედავ რომ ეს ჩემი გახსნა ანუ მე სულ დამავიწყდა და ხედავ რომ ეს მოაქ მაშინაც არ გაგახსენდა მაშინ დავინახე და გამახსენდა ეს ხო მოაქ ამ ქალს და 1-6-ნის ხედან ამათთვის უნდა გახსნას გადააძრეს პარკი გადმოაძრეს პარკი და ხა მე ხო ვიცი შიგრაც ახდება 3 ცალი დე გახსნეს აუ ეს ნახე მე ვითომ არაფერი გავიტუნენ ველოდები ეხლა რა ვიცი რა მოხდება ან დამიჭერენ ფაქტი არ დამიჭერენ და უყურეო ამ უნამუსოებს ერთი ქალი ამბობს რა ერთ-ერთი მოსმოს
აი ამის ის გაეკალდათო ამ ხელაფას საძლევს ადამიანიო ეხაო მეო ესო აქ მომეტანა ვანსადმე მომეტანა და გაეხსნათო და ესეთი ცოტა ყოფილიყო როგორ ხერხულობაში ჩავვარდებოდიო რა არის ესეც რო შეავსონ 12 წალი უნდა ითოს ესეც რო შეავსონ ვარ მოკლედ იგაგანეს იჭუბეს და სხვაც აიხეს და სხვაც გახსნეს აი ესე გადავრჩი ვითომ თვითონ მაღაზიის ანუ ხო რაღაცა ის იყო მაღაზიის არა წარმოების დეფექტი იყო ცოტა ჩაალაგეს და ასე შემჭახოი ის შოკოლადები იმის მე აღარ მეცნები ხო წვენებსაც ხსნიდი ხოლმე სვავდი წვენებს ისე რომ არ ხსნიდი ხოლმე ანუ მიყვარდა ტკბილეული რაიმე თავიდან მიყვარდა და ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი ოღონდ თუნდაც ერთი ჭიქა დამელია და ეს პლასმასის ისინი რო იყო ხოლმე რა ახალ-ახალი ძირითადად ხო ლიმონათები შუშის ბოთლებში იყო და მე რო პლასმასები შემოვიდა და რაღაცა ხა ფუფუნება იყო შენჭირმე კოკა-კოლა თვალთან მქონდა ნანახი მარტო მაღაზიაში ხედავდი ხოლმე ხა რო ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო ეგ ხო და რო იყო ხოლმე მაგალითად რამეს მოიტანდნენ სტუმრებისთვის საახალწლოთან რაღაცა ხო ელაგა რა და ანუ ვისა ჰქონდა უფლება რომ ხელით შეექნა შეეხოდა არ მახსოვს სადღაცას გქონდა ეს ინფორმაცია გაგებული რომ თუ გინდა რომ ეს გახსნა როგორ უნდა გახსნა როგორ უნდა დალიო წვენი ისე რომ არ გახსნა ეგ შენგან მოწესწორე ხო და ეს თეორიულად ხო ვიცოდი და ამდენი და პრაქტიკაში გამოვიყენე მოკლედ პლასმასის ბოთლი არ უნდა მოუშვა ჯერ უნდა დაიჭირო და მაგრათა ჯანჯღარო მე წამოაყირაო თავის მხარეს ჭიქასთან დაიჭირო და ოდნავ გაუშვა აი ის დამცავი ხო აქ და ზედ ისა აქ მიკრული თავის ეს ხო წყდება რო იხსნება ანუ არა ამიანად რო გადაატრიალებ ოდნავ მილიმეტრებში ეს ჯანჯღარის დროს ეს გაზის ქაფის სახით გადმოდის წვენი და ეს თლიანობაში არ იხსნება ისე შეგიძლიათ თითო ჭიქას მოვაკლებდი ხოლმე საერთოდ ვერ იგებდნენ მე კეჭვი ეპარებოდათ ხოლმე იმ ხრივ რომ აი ხალა ამ ხელაფასია და განაბოლომდე გაავსებენ ეხლა საერთოდ ნახევამდე ეჭვს ვერ შეიტანენ იმიტომ რომ ეს თავი მოხსნილი არ ქონდა დამცავზე ისევ დაკრული იყო ხოლმე ზედა ეს და ეჭვიცა შეეპარებოდათ ხოლმე აი ასე და კიდე ბევრი მაქვს ეგეთი რაღაცეები ბავშვობისა გასახსენებელი, როდესაც რაღაცა ძალიან გინდოდა. მაგალითად ერთსაც ვიტყვი და ესა იმ პერიოდში MM-დემსები იყო ახალი შემოსული. MM-დემსი რომელია? ემი რუახატია, ფერადები. იყო ახალი შემოსული და იყო ძალიან ფუფუნებისაგან და არ მახსოვს საიდან აქონდა. წარმოიდგინე ხა ერთი პაჭკა MM-დემსი და ვიყავით 3 ბავშვი. კუხნაში რო ვიყავით ხოლმე, დედა გავიდოდა ოთახში ხოლმე და გამოგვიტანდა სამცალს ხოლმე. გამოგვიტანდა ლურჯებს, ანუ ერთფერს ძირითადად ერთფერებს ხოლმე, ანუ ეგეთ ჭკუები და რამე არ მოგდიოდა ხოლმე, რუიშე მეწითელი მინდა ის თავარი ყოფილიყო. ხო და ერთხელ გავყევი და დავინახე საიდანაც იღებდა ანუ ჩუმად რა, სადაც ქონდა დამალული. ანუ წარმოიდგინე ერთ პაჭკას კაიხანი გვიზოგა დღეში ერთ MM-დემს რომ მოგწე, ერთ სიმრუგვალეს რომ მოგწე. წარმოიდგინე და ესო დიდი ხანი კიდევ ფიშო არ ჭამა არ ღეჭავი. რომ რაღაცა ეს გემო დიდი ხანი შეგინარჩუნდეს. აი ეგ სიტუაცია იყო და მახსოვს რომ ნახევარი ამოვჭამე. ძალიან სუნაგი ვიყავ ეგეთ რაღაცებში და ზოგადად ძალიან ძნელი იყო ხოლმე ჩემგან რამის დამალვა. ძალიან ძნელი იყო ხოლმე რამე დაემალა და ვერ მეპოვა. ასე რომ რაღაცების ბევრი გამახსენდება ხოლმე და მე შეგადაში მოგიყვებით. ერთი მეც მაქვს. მიდი და დავემშვიდობოთ. შარშანწი ტელეფონი და აქეთ. ხო იცი? ხო. აი ჯერ გამიშრალები არისო. ისედაც ვიცი რომ შენ დაჭამდი. ერთი ცალი ავიღე, აი ხო შარშანწინ იყო და აი ყველაზე დიდი ავარჩი არ ვიცი რატომ. და ანუ ჩუმათა ვჭამე. თამამო იცი რომ ხელა იყო. აი ჩუმათ რომ ორმაგი რო გავაკეთე ყველაზე გრძელი? აი ჩუმათ რატო ჭამდით? მე ჩურჩხელა არ მიყვარს, მაგაში არ შევეცილები ზუსტად იციან და ჩურჩხელებიც ამათთვის იყო და ახალ წლამდე ძლივს მივატანია 3 წელს თუ 4 წელს და ისინიც ამათა ჭამდნენ.
ანუ ამ თაობას ეხა აი ესეთ, ნუ ვისაც ისეთ პირობებში არ უჭირს რაღაცა, ხო აი ესეთ სიტუაციაში ხა ის როგორც არის ის რაღაცა მოიპაროს და ჩუმად ჭამოს არ უწევს. მაგრამ მაინც აკეთებს ეთყობა დედის გენებია გამოყოლილი. მოკლედ წავედი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. გაჩამოგვშლია. ბევრი ოინობა და ის მაქვს გამოვლილი. ეგეთ ჩემი კუჭის გამო. რა ვქნა დღემდე მიყვარს შოკოლადები, ნაყინები და ეგეთი რაღაცეები და მაგაზე უარს ვერასოდეს ვერ ვიტყვი. ასე რომ წავედით ხა ამემშვიდობის მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. პაკა-პაკა. პაკა-პაკა. შენი ჯერია დამშვიდობების. ხო დამშვიდობა. Hi, დამშვიდობება ხალო. Goodbye. დავაი, ხალხო.